მარტივად რო ვთქვათ, კომპონენტი არის ელემენტი, რომელთა ხელახლა გამოყენებაც შეგიძლია მთელი პროექტის მასშტაბით. კომპონენტს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: მთავარი კომპონენტი და ინსტანსი. მთავარი კომპონენტი ეს არის ორიგინალი, რასაც მასზე შეცვლა აისახება ყველგან. მას იცნობ იესამნისფერი 4 რომბისგან შემდგარი აიკონით. ინსტანსი ეს არის მთავარი კომპონენტის ასლი. ის დაკავშირებულია მთავარ კომპონენტთან და მისგან იღებს ყველა განახლებას. მას აქვს ერთი ცარიელი რომბის აიკონი. კომპონენტის შესაქმნელად მონიშნე ობიექტი და დააჭირა ეკრანის ზედა ნაწილში Create Component ღილაკს. ან გამოიყენე კლავიშების კომბინაცია Ctrl-Alt-K. ინსტანსის ანუ კომპონენტის ასლის გამოსაყენებლად რამდენიმე გზა არსებობს. გახსენი ასეთ პანელი მარცხნივ. იპოვე სასურველი კომპონენტი და უბრალოდ გადმოიტანე artboard-ზე. დააკოპირე მთავარი კომპონენტი, ან უკვე არსებული ინსტანსი. ასევე შეგიძლია ობიექტის დუბლირება Ctrl-D-ით. დააჭირე Shift-I-ს, გაიხსნება საძიებო ფანჯარა, სადაც შეგიძლია სახელით მოძებნო და ჩასვა ნებისმიერი კომპონენტი. თუ მთავარი კომპონენტი წაგეშალა და წაშლილი კომპონენტის ინსტანსი შემოგრჩა, მონიშნე ის და მარჯვენა პანელში დაინახავ Restore Component ღილაკს. ვარიანტების საშუალებას გაძლევს მსგავსი კომპონენტები, მაგალითად ღილაკის სხვადასხვა მდგომარეობა ერთ კონტეინერში გააერთიანო. თვისებები კი არის შენი კომპონენტის მართვის პანელი. შენ განსაზღვრევ რისი შეცვლა შეიძლება. ძირითადი ტიპებია: ბულიანის თვისება, ჩართვა-გამორთვის ღილაკი, ტექსტის თვისება, ტექსტის მარტივად რედაქტირებისთვის და ინსტანსის ჩანაცვლობის თვისება, ჩასმული კომპონენტების, მაგალითად აიკონების ადვილად შესაცვლად. მთავარი კომპონენტის შესაცვლად ის უნდა იპოვო. თუ ინსტანსი გაქვს მონიშნული, უბრალოდ დააჭირე მარჯვენა ღილაკს და აირჩიე Go to Main Component. Figma პირდაპირ იმ გვერდზე გადაგიყვან, სადაც მთავარი კომპონენტია განთავსებული. მოდი ჩვენს კომპონენტს დავუმატოთ მართვის პანელი. იმისთვის, რომ ღილაკის ტექსტი ადვილად შეცვალო, მოდი შევქმნათ ტექსტის თვისება. მონიშნე მთლიანად მთავარი კომპონენტი. მარჯვენა პანელში Properties სექციაში დააჭირე პლუს და C-დან აირჩიე ტექსტი. გამოსულ ფანჯარაში სახელის ველში ჩაწერე Label. მნიშვნელობის Values ველში დატოვე ღილაკის ტექსტი. დააჭირე Create Properties. შენ ახლახან შექმნი თვისება, რომელიც ჯერ არსად არაა გამოყენებული. ახლა შედი კომპონენტის შიგნით და მონიშნე მხოლოდ ტექსტის ლეიერი. მარჯვნივ Content სექციაში ტექსტის ველის გვერდით დააჭირე Apply Properties და C-დან აირჩიე ჩვენს მიერ ახლახან შექმნილი Label თვისება. რა ხდება თუ ზოგჯერ ღილაკი აიკონის გარეშე დაგჭირდება? ამისთვის შევქმნათ ბულიანის, ანუ ჩართვა-გამორთვის ღილაკი. ისევ მონიშნე მთლიანი მთავარი კომპონენტი. Properties სექციაში დააჭირე პლუს და აირჩიე ბულიანი. დაარქვი სახელი show icon და დარწმუნდი, რომ value არის true. დააჭირე Create Properties. შედი კომპონენტის შიგნით და მონიშნე აიკონის ინსტანსი. მარჯვენა პანელში Layer სექციაში, სადაც თვალის აიკონია მის გვერდით, დააჭირე Apply Properties და C-დან აირჩიე Show Icon. ახლა კი მოდი დავუმატოთ შესაძლებლობა, რომ ერთი აიკონი მეორით მარტივად ჩაანაცვლო. ისევ მონიშნე მთლიანი მთავარი კომპონენტი. Properties სექციაში დააჭირე პლუს და აირჩიე Instant Swap. დაარქვი სახელი Icon Type. დააჭირე Create Properties. შედი კომპონენტის შიგნით და მონიშნე აიკონის ინსტანსი. მარჯვენა პანელის ზედა ნაწილში, კომპონენტის სახელის სექციაში დააჭირე Apply Instant Swap Properties და C-დან აირჩიე Icon Type. კომპონენტის მართვის პანელი აწყობილია. ახლა ვნახოთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი პრაქტიკაში. მოდი ავიღოთ ჩვენი კომპონენტის ერთი ინსტანსი და დავაკვირდეთ მარჯვენა პანელს. აქ გაჩნდა ველი სახელად Label. იმის მაგივრად, რომ ტექსტის შესაცვლად კომპონენტში ორმაგი კლიკით შეხვიდე, ახლა შეგიძლია პირდაპირ აქედან დაარედაქტირო. მოდი ჩავწეროთ გაგზავნა. ერთი კლიკი და ტექსტი შეიცვალა. ახლა ვნახოთ ჩვენი ჩამრთვლელ გამომრთველი. რა მოხდება თუ ღილაკი აიკონის გარეშე დაგჭირდება? უბრალოდ ვაჭერთ Show Icons და აიკონი გაქრა. აი ასე მარტივად, აღარ არის საჭირო ლეიერების დამალვა ან წაშლა. და ბოლოს აიკონის შეცვლა. გახსოვთ, რომ შევქმნით Icon Type-ის თვისება. ახლა ამ ჩამოსაშლელი მენიუდან შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი სხვა აიკონი, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაშია. მაგალითად, ავირჩიოთ პროფილის აიკონის ნაცვლად კალათის აიკონი.
სულ ესაა, სამი მარტივი თვისების დამატებით ჩვენ მივიღეთ სრულიად კონტროლირებადი ჭკვიანი კომპონენტი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ტექსტი, ვაკონტროლოთ აიკონის ხილვადობა და ჩავანაცვლოთ თავად აიკონი. ყველაფერი ეს კი პირდაპირ მართვის პანელიდან შეგიძლია.